გამარჯობა. მე ვარ თათია გიუნაშვილი. ჩემი ბოლო ვიდეოდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ძალიან მიხარია რომ კვლავ დაუბრუნდი ვიდეოების გადაღებას. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეფციის შესახებ, ეს არის ვაბისაბი, რომელიც ჩემი აზრით არის ბედნიერებისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასახები. მოდით დასაწყისისთვის მოკლედ განვარტოთ თუ რა არის ვაბისაბი. ეს არის იაპონური კონცეფცია, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, კარს უღებს არასრულყოფილებას, არაიდეალურობას და გვეუბნება რომ სწორედ ეს არის ყველაზე ღირებული. მაშინ როცა სამყარო და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები გვეუბნება რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად იდეალურები, ვაბისაბი გვეუბნება რომ საკმარისი ხარ ისეთი, როგორიც ხარ ახლა და რა თქმა უნდა, განვითარებისთვის ადგილი არის ყოველთვის. თუმცა ის კონკრეტული მოცემულობა, რაშიც ახლა შენ იმყოფები და რომელიც არ არის სრულფასოვანი და სრულყოფილი და იდეალური, არის უფრო მეტად ნამდვილი და ღირებული ვიდრე რაღაც არარსებული იდეალური კონცეფციები. ვაბისაბისთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არის გამოთქმული და ზოგადად ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული არის. ძალიან აქტიურად ხვდებით ასევე ინტერიერის დიზაინში, პირად ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში და კარიერაშიც ვაბისაბის მიდგომები საკმაოდ აქტიურად განიხილება ამ ბოლო დროს. ზოგადად, როდესაც ვაბისაბის კონცეფციაზე ვსაუბრობთ კარიერასთან მიმართებით, მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ თუ რანაირად შეიძლება ეს არასრულყოფილება დაკავშირებული იყოს კარიერასთან, მაშინ როდესაც სამუშაო გარემოში ვიმყოფებით, ყოველთვის იმისკენ მივისწრაფვით, რომ რაც შეიძლება უშეცდომოდ და იდეალურად ვიმუშაოთ. აი ვაბისაბის ფილოსოფია და კონცეფცია, ასე ვთქვათ, გვეუბნება ჩვენ ორგანიზაციის მფლობელებს, დასაქმებულებს, რომ უმნიშვნელოვანესი არის რომ ორიენტირებულები ვიყოთ არა პერფექციონიზმზე და იდეალურობაზე, არამედ ჩვენ ორიენტირებულები ვიყოთ, რომ თანამშრომლებმა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ საკუთარი ინდივიდუალური მახასიათებლები, ინდივიდუალური კომპეტენციები თუ უნარები, რადგან როდესაც ჩვენ ვქმნით ასეთ სივრცეს ნებისმიერ გუნდსა თუ ორგანიზაციაში, ჩვენ კარს ვუღებთ უფრო მეტად ინოვაციურ და მრავალფეროვან და ასევე დინამიურ გარემოს. ვაბისაბის მიდგომა კარიერაში გვეუბნება, რომ შესაძლებელია, რომ დაასაქმებული ან პოტენციურად ჩვენი გუნდის წევრი ადამიანი 100% არ შეესაბამებოდეს იმ მოლოდინებს, რა მოლოდინების ორგანიზაციას აქვს, მაგრამ აი ეს 100%-იანი თანხმედრის და მოლოდინის რეჟიმი ძალიან დამაზიანებელი არის როგორც ორგანიზაციისთვის, ისევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციაში საკუთარი ძალები მოსინჯონ. რადგან აქ ვაბისაბი მთავარ მნიშვნელობას ისევ და ისევ იმ არასრულფასოვან ინდივიდუალიზმში ხედავს, რომელიც არის იმაზე მეტად ღირებული, ვიდრე რაღაც რაფინირებული, ყველა ერთნაირი კომპეტენციებით თუ ერთნაირი შეხედულებებით, რომელიც შემდეგ მორგებული არის ასევე რაღაც დოგმებს, რომელიც გამეფებული არის ორგანიზაციებში. ამიტომ თუ კი გვსურს, რომ ჩვენს გუნდსა და ორგანიზაციაში ეს ვაბისაბი მიდგომა იყოს კარგად განვითარებული, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ ინდივიდუალიზმს, ინდივიდუალურ უნარებს და არ დავსტრესოთ ადამიანები, რომ იყვნენ იდეალურები. რადგან იდეალურობა როგორც წესი არ არსებობს. ეს შეიძლება რაღაც გარკვეულ დროებში, დროსა და სიტუაციაში სხვადასხვა ნიღბით იყოს შეფარული, ხომ? და ასევე, როდესაც ორგანიზაცია
სიტუაციებში ვაბისაბის ახსენებენ ხოლმე, ხშირად უპირისპირებენ პერფექციონიზმის იდეებს, რომ ჩვენი დღევანდელი სამყარო ზოგადად ისე არის მოწყობილი, რომ ეს იქნება სამუშაო გარემოში თუ არასამუშაო გარემოში, ყველა არის ორიენტირებული იმაზე, რომ აი საუკეთესოდ, რაღაც უშეცდომოდ წარსდგეთ ჩვენი ხელმძღვანელის თუ თანამშრომლების წინაშე, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, აქ ჩვენ პასუხისმგებლობაზე და პროფესიონალიზმზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ როდესაც ეს პერფექციონიზმი არის დანერგილი, ასე ვთქვათ, როგორც მთავარი ღირებულება, მაშინ უკვე არაჯანსაღი არის და მეტ სტრესსა და შფოთვას იწვევს თანამშრომლებში. და აი აქვე, რადგან ამასაც შევახეთ, იმის აღნიშვნაც მინდა, რომ ვაბი-საბისთან დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, პერფექციონიზმი ზოგადად ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ვაბისაბი არის უკვე კარგად ნაცნობი და ასევე იმ ორგანიზაციებისთვისაც, სადაც ეს აზროვნების ეს სტილი ასე თუ ისე ფეხმოკიდებული არის, თანამშრომლებში შეიმჩნევა ნაკლები შფოთვა, ნაკლები დეპრესიულობისკენ მიდრეკილებაც, ასე ვთქვათ, რადგან ზოგადად როდესაც პერფექციონიზმისკენ მივისწრაფით, ძირითადად თვითკრიტიკულები ვართ, მუდამ უკმაყოფილოები ვართ და ეს ჩვენს თვითშეფასებაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე ვიწყებთ იმის მიმღებლობას, რომ ჩემი ის მდგომარეობა, რომელიც მე ახლა მაქვს, ვიცი რომ არ არის სრულყოფილი, არ არის იდეალური, მაგრამ მე ამ ეტაპზე ამით კმაყოფილი ვარ და აუცილებლად ვიტოვებ ადგილს განვითარებისთვის, ეს არის ვაბისაბის ის ჯანსაღი მიდგომა, რომელიც საბოლოო ჯამში განვითარების გზაზეც გვაყენებს და ამ კონკრეტულ მომენტში, დღევანდელ მომენტში თავს ძალიან არ გვასტრესინებს. ასევე, როდესაც ვაბისაბიზე ვსაუბრობთ, ჩემი YouTube ვიდეოების ინსპირაციაც, ასე ვთქვათ, და ერთ-ერთი ბიძგი სწორედ ვაბისაბის მიდგომები და აზროვნება იყო, რადგან ზოგადად ჩემი მაგალითი რომ გაგიზიაროთ, ჩემთვის ცოდნის გაზიარება, ტრენინგების ჩატარება და აუდიტორიასთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ხნის განმავლობაში ამას ვაკეთებდი და რაღაც პერიოდი ცოტა ჩემი სამსახურებრივი მიმართულება, როდესაც შეიცვალა ეს ტრენერობის პერიოდს, ასე ვთქვათ, ჩამოვშორდი. ამიტომ სულ მქონდა იმის განცდა, რომ აი ძალიან მაკლდა ჩემი ცოდნისა და დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილების ვიღაცისთვის გაზიარება. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ ეს ციფრულ ეპოქაში მივაგენი იმას, რომ მოდი მეც ხომ არ გადავიღო რაღაც გარკვეული ვიდეო და აი ამ ვიდეოების საშუალებით მივაწოდო დაინტერესებულ ადამიანებს ის ინფორმაციები, რაც ჩემი გადმოსახედით არის საკმაოდ საინტერესო და სხვა ადამიანისთვის შეიძლება რომ კარიერული განვითარების რაღაც ეტაპზე იყოს სასარგებლო. ასეც მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ არ მქონდა შესაბამისი განათება, არ მქონდა შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა იმისა, რომ გადამეღო ისეთი ვიდეოები, რომელიც ჩემთვის იქნებოდა იდეალური, რადგან მეც ასე თუ ისე პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება მაქვს, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ვაბისაბის მიდგომას ცოტა ჩავუღრმავდი, გავაანალიზე, რომ ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რა თქმა უნდა, შესთავაზო ნებისმიერ ერთ ან ორ ადამიანს, აქ რაოდენობაზე არ არის საუბარი, ხარისხიანი ინფორმაცია, თავისი ხარისხიანი რესურსებით, თუმცა ის თუ მაგალითად ჩემთვის განათება ამ ეტაპზე არ არის მაინც და მაინც იდეალური, ამან ხელი არ უნდა შემიშალოს იმაში, რომ ის რაც გულით მსურს, მაგალითად განვახორციელო, ხო? და რა მივიღე ამ გადაწყვეტილებით, მივიღე ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც სკრამის ჩარჩოსთან დაკავშირებით აქტიურად ვდებდი ვიდეოებს,
რა თქმა უნდა თვითონ ეს სკრამიც ძალიან ისეთი აქტუალური თემა არ არის, რომ ძალიან დიდი მაყურებელი ყავდეს, თუმცა გამოჩნდა 5-6 ადამიანი, რომლისთვისაც გამოცდის ჩაბარების პროცესში ეს ჩემი ვიდეოები აღმოჩნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე, რომელმაც გაუადვილა გამოცდის ჩაბარება და მე როცა ეს ინფორმაციები მომივიდა და ეს ადამიანები მწერდნენ ამასთან დაკავშირებით ვიყავი ძალიან ბედნიერი და მანდაც ზუსტად ეგ გავიაზრე, რომ აი კი ზუსტად ვიცოდი, რომ არ იყო დაუშვათ ჩემი ვიდეოები ტექნიკურად ისეთი ხარისხის რა უნდა იყოს მაგალითად ასევე ჩემი კრიტერიუმებით და ობიექტურადაც თუმცა ანუ აი ამის რაღაცა პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებას არ მივეცი იმის უფლება რომ იმ მომენტში რისი სურვილიც ძალიან მქონდა არ გამეკეთებინა ხო და იმითაც დავწმუნდი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო რომ ეს 5 ადამიანი შემეხმიან და მადლობა გადამიხადა რომ რაღაც მომენტში ჩემი ვიდეოები სასარგებლო აღმოჩნდა მაგათთვის. რა თქმა უნდა იქ 5-ზე მეტი და 50 და უფრო მეტი ადამიანი იყო რომელმაც მითხრა რომ ეს უცებ რო დარგის სპეციალისტები რომ გახდნენ რომ იქ ხმა ცუდი იყო, იქ განათება ცუდი იყო, სიტყვები უკეთ უნდა გამომეთქვა და ასე შემდეგ. რაც კი შესაძლოა რომ ობიექტური შეფასება იყო, მაგრამ ხო ჩემთვის უფრო მეტად ღირებული იყო ის რომ ჩემმა ინფორმაციებმა ვიღაცისთვის ასე თქვათ, ჩემმა არასრულყოფილმა და არასრულფასოვანმა ინფორმაციებმა ვიღაცის კარიერული განვითარების გზაზე რაღაცა წვლილი შეიტანა. და მე რომ დავლოდებოდი, რომ როდის შევიძენდი რაღაც საუკეთესო აღჭურვილობას და მხოლოდ მაგის შემდეგ გადამეყო ვიდეოები, შესაძლებელია, რომ დღეს საერთოდ არც ერთი ვიდეო არ მქონოდა გადაღებული, რადგან ეს იდეალური დრო, საუკეთესო დრო ზოგადად ძალიან აგვიანებს ხოლმე, ან შეიძლება არც კი მოვიდეს. და რაღაცნაირად ეს ჩვენი მომენტები და შანსები აი ამ იდეალურობის ლოდინში შეიძლება რომ გამოვტოვოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თუ კი მაგალითად გაქვთ რაიმეს გაკეთების სურვილი, ან გინდათ ახალი პროექტის დაწყება, ახალი პროფესიის შესწავლა, არ არის აუცილებელი რომ მიაგნოთ რაღაცა იდეალურ დროს ან იდეალურ გარემოს იმისთვის რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგათ. კი გეთანხმებით რომ ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება იმას რომ შენი იცი გააზრებული გაქვს რომ აი რაღაც ბაზარზე შედიხარ რაღაც კონკრეტული ვიდეოებით, რომელიც არც თუ ისე გამართული და კარგი ხარისხის არ არის ტექნიკურად, თუმცა თავარი არის ის, რომ შენაკეთებ იმას, რაც შენს სიამოვნებს და გჯერა, რომ რაღაც თვალსაზრისით ეს შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს სხვა ადამიანებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის, რომ ვაბისაბი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სტანდარტების დაწევას ან მინიმუმით დაკმაყოფილებას. პირიქით, ეს არის უბრალოდ ფოკუსის შეცვლა და გვეუბნება იმას, რომ ჩვენი ფოკუსი და ჩვენი ყურადღება უნდა დაუთმოთ უფრო მეტად ღირებულ რაღაცებს და მაგალითად იმის ნაცვლად, რომ მე ვიფიქრო იმაზე თუ როგორ დავუმტკიცო მაგალითად ჩემს გარშემოყოფებს ან როგორ ავიღო ვალიდაცია მათგან, ჩემს კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, ამის სანაცვლოდ მე ვმუშაობ ჩემი გამოხატვის თავისუფლებაზე, ხო? მე ვმუშაობ იმაზე, რომ მე გავაკეთო ის, რაც რეალურად მე ბედნიერებას მანიჭებს, რაც საბოლოოდ აუცილებლად წარმატებასაც მოიტანს, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გვაბედნიერებს, საბოლოო ჯამში დადებითი შედეგებისკენ მივყავართ ხოლმე და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაბისაბი გვეუბნება იმას, რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ იდეალურები, თუმცა ჩვენ აუცილებლად მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს განვითარებაზე და ეს ჩვენი განვითარებაც რას ნიშნავს, ხო, რომ დღეს ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ და აი მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გავაკეთო იმაზე კარგი რაღაცები, ვიდრე ახლა ვაკეთებ, ან ვიდრე გუშინ ვაკეთებდი და არა იმიტომ, რომ ვიყო იდეალური, უშეცდომო და სრულყოფილი.
და ხო მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ეს იდეალური მომენტები, სწორი დრო თითქმის არასდროს არ მოდის ამ სწორ მომენტებს და შესაფერის დროებს ვქნით ჩვენ, ამიტომ რაც უფრო მეტად გავწელავთ რაღაც სასურველი საქმის გაკეთებას იდეალურის ლოდინში, მით უფრო მეტად შეგვეშლება ხელი, რომ მივიღოთ ის სასურველი შედეგები, რაც გვაბედნიერებს და საბოლოო ჯამში წარმატებასაც მიგვაღებინებს ხოლმე. მადლობა, სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში. თუ კი ვიდეოს ამ დრომდე უყურეთ, ლაიქი და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, ასე ჩემი мотиваციის გაზრდასაც ხელს შეუწყობთ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.